ამ კვირაში კერძოდ 11 მარტს ჩვენ ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილება სასავალ-დასავალის და TBC ბანკის სამოქალაქო დაავასთან დაკავშირებით. ცნობილმა მოსამართლემ, რომ თამაზ ურუშაძე მე ზოგადად ძალიან ვერ იდები მოსამართლეების წინააღმდეგ რაიმე ტიპის განცხადებები, ურთმელიძე, მკაცრავად, განცხადებების გაკეთებას, მაგრამ სხვა სახელი სამწუხაროდ და შეფასება ამ ეტაპზე არ მაქვს, ეს გახლავთ მედია ზონდერი, მოდი ასე ვთქვათ, მოსამართლე, რომელმაც ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის ალია მედიის საქმე ძირითადში ის განიხილავს. რატომღაც პირველი ყველა გადაწყვეტილება, რაც ეხებოდა ალია ჰოლდინგს, მან გამოიტანა გამომტყუნებელი განაჩენი, ასავალ და ქრონიკა პლუსთან ერთი დავა ეწერა მას და ჩვენ პირველი ინსტანციის სასამართლოს სრულად უმოტივაციოდ სამწუხაროდ საქმეს ადევს გრიფით საიდუმლო და მე დეტალებზე საუბრის უფლება არ მაქვს, მაგრამ სრულად უმოტივაციოდ მიიღო დაუსაფუთებელი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ გავასაჩივრეთ და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩემი კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა და დაბრუნდა ის საქმე უკვე მეორე ინსტანციის სასამართლოში. იგივე მოსამართლე განიხილავს სასავალ-დასავალის საქმეს და 11-ში უნდა გამოცხადდეს უკვე გადაწყვეტილება. როგორია თქვენი მოლოდინი? მოდი დავიწყოთ ამ სასამართლო გადაწყვეტილებით და შემდეგ უკვე დეტალურად მივყვათ იმ თემებს, რა თემებსაც მოყვა TBC ბანკის მხრიდან თქვენს წინააღმდეგ აღნიშნულის არჩელის შეტანა. ნახოთ რა იქნება, წინასწარ ძნელია ყველაფრის თქმა, განსჯა იმისა, როგორ გადაწყვიტავს ბატონი ურთმელიძე ამ საკითხს, მაგრამ ჩვენ რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ, ეს ფაქტი არის. და ძალიან არ მინდა რომ საქართველოში შეიქმნას ესეთი პრეცედენტი, როდესაც ერთ-ერთი წამყვანი გაზეთის წინააღმდეგ პირდაპირ თქვა ყაჩაღი ბანკირის მამუკა ხაზარაძის შეტანილის არჩეული იქნება დაკმაყოფილებული და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ეს საქმე არის თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ მიმართული საქმე. და მამუკა ხაზარაძემ რატო გადაწყვიტა ამის მოთავეობა, ეს კიდე ცალკე საკითხი არის. მიხეილ სააკაშვილის ოცნებების აღსრულება დაევალა, მე მგონი მამუკა ხაზარაძის. გადაცემის მსვლელობისას ამ თემაზე ვისაუბრებთ. მოდი დავიწყოთ იმ თემით, რომელშიც მედია, მე ვფიქრობ, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ასავალ-დასავალი ქრონიკა პლუსი ორ გაზეთში პარალელურად მიდიოდა მასალების გამოქვეყნება, ეს ეხებოდა სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობის საძოვრებს კახეთში, როცა პრემიერის განკარგულებით სრულად უმოტივაციოდ სწორედ კომპანიას, რომლის დამფუძნებელი გახლდათ ბატონი ხაზარაძე, გადაეცა მოსახლეობის საძოვარი და პრაქტიკულად მოსახლეობა სოფელი დარჩა საძოვრების გარეშე. 18 თებერვალს იგეგმებოდა აქცია უპრეცედენტო თავის შინაარსით, იმიტომ რომ ეს იყო ეგრეთ წოდებული ძროხების მიტინგი, მოდი ესე უხეშად რომ ვთქვათ, სახელმწიფო კანცელარიასთან, მაგრამ აღმოჩნდა რომ აქამდე საქმე არ მივიდა, პირადად ბატონი ივანიშვილის ძალისხმევით და უშუალო ჩარევით მოსახლეობას რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, იმიტომ რომ პრემიერის ადმინისტრაციის კეთილინება რო არ იყო ეს ცხადია, სხვა შემთხვევაში ისინი ამ გადაწყვეტილებას თავში არც მიიღებდნენ. ვაზისუბნის მოსახლეობას დაუბრუნდა ეს საძოვრები, რამდენადაც მე ვიცი. და ეს იყო ალბათ ძალიან სწრაფი რეაგირება მედიაში გამოქვეყნებულ მასალებზე. ძირითადად რატომ დაიწყო? რატო რა მასალების შემდგომ გადაწყვიტა TBC ბანკმა რომ მიიმართოს სასამართლო? თვითმხილველების ინტერვიუებიდან, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ 1999 წლის დასაწყისში GPI-ის პირველ კორპუსთან მომხდარი ეგრეთ წოდებული ინციდენტის დროს, როდესაც ეროვნული მოძრაობის პირველი მიტინგი დაირბა მაშინ კონკავშირლებისა და მართლმშაკების მიერ, ეს ცნობილი ამბავია. იქ თვითმხილველები ამტკიცებდნენ, რომ მამუკა ხაზარაძე მონაწილეობდა ამაში და ის პირადად ცდილობდა ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა მერაბ კოსტავასთვის. თვითმხილველები, არაერთი თვითმხილველი, ჩვენ ვიდეო სიუჟეტებიც კი გვიდევს ჩვენ საიტზე, ამასთან დაკავშირებით ინტერვიუებზე ავლაპარაკობთ. აი აქედან დაიწყო ეს ყველაფერი. ეს ადამიანი განასახიერებს იმ ბოროტებას, ბოდიში ამ სიტყვისთვის იმ ღორობას, რასაც ქვია ყაჩაღი ბანკირები და ყაჩაღი ეგრეთ წოდებული ბიზნესმენები, რომლებიც აი უკვე რამდენი წელი 25 წელიწადია სისხლწოვენ ქართულ ხალხს. ინფორმაციაც გვაქვს ამასთან დაკავშირებით, რომ მამუკა ხაზარაძეს მოით ასე ვთქვათ, თითქმის სააკაშვილის დონეზე აქვს შეჩიჩხინებული ის, რომ ასავალ-დასავალი უნდა დასაჯოს. ან მამუკა ხაზარაძე მიკისრა ასავალ-დასავალი დასჯის მცდელობა. მამუკა ხაზარაძეს TBC ბანკს საკმაოდ ახლო და კეთილგანწყობილი ურთიერთობა აქვს დღევანდელი ხელისუფლების პირველ პირთან, ბატონი ღარიბაშვილი მყავს ხელმძღვანელობაში, ისინი ერთად გამოჩნდნენ ლონდონის ბირჟაზე
და მე ვფიქრობ, კი, ყოველ რომ შემთხვევაში, მაგრამ ეს რომ რამდენად დაიწყო. რეალურად გონიათ ეხლა თქვენ რომ სააკაშვილის დავალებას ასრულებს ხაზარაძე. სააკაშვილის მაშინ დავალებას როცა ხელისუფლების პირველ პირებთან აქვს ესეთი მე არ მინდა დავიჯერო ეს ბატონი ღარიბაშვილი და სამთავრობო ასე ვთქვათ წრეები იმდენად უგუნურები არიან რომ ასავალ-დასავალის წინააღმდეგ იღებენ მამუკა ხაზარაძეს. ეს არის პრაქტიკულად აი ფანტასტიკის სფერო. სააკაშვილის და ღარიბაშვილის კეთილგანწყობა ერთი და იგივე პერსონის მისამართით ნიშნავს იმას რომ გარკვეული ურთიერთობები არსებობს ამ სააკაშვილის ცნობილი ციტატა არის ის რომ ჩვენ დავმარცხდით იმიტომ რომ ხალხმა დაუჯერა ასავალ-დასავალის პროპაგანდას. მოусმინოთ ჩვენს სმენელს გისმენთ? დიახ, მე უსმენ თქვენ საუბარს რა. სრულიად გეთანხმებით. ეს ადამიანია ჩვეულებრივი ყაჩარი. ეს ამდენი წლებია გველეშაპივით აზის ბორჯობს. გარშემო ყველა ქარხანაა გაჩერებული. მარტო ეგ მუშაობს. პანორამა თბილისისათვის შეძენილი იქნა ცეკავშირის შენობა და როგორც მეპაიების ადვოკატი აცხადებს, ეს მოხდა სრულიად უკანონოდ, რადგან მან რამდენიმე წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის კანცელარიას და ის ითხოვდა, რომ ყოფილიყო პოლიტიკური ნება იმისა, რომ ეს საქმეები დაძრულიყო, ისევე როგორც ბატონ არჩილი აცხადებს, რომ რამდენჯერმე მიმართა წერილობით ბატონ ივანიშვილს და თხოვა მას, რომ არ ეყიდა ეს სადაო შენობა, თუმცა ადრესატამდე ამ წერილს არ მიუღწევია და საბოლოო ჯამში ადვოკატი გამოთქვამს ვარაუდს, რომ სწორედ პრემიერ ღარიბაშვილის რაღაც მოდი რბილად რო ვთქვათ გულგრილობის გამო მოხდა ესეთი უხერხულობა შეიქმნა, რომ პანორამა თბილისისათვის აღმოჩნდა მიყიდული შენობა, რომელიც რეალურად არის ესეთი გამოძიების საგანი. და აქედან გამომდინარე, ამდენადაც ჩემთვის ცნობილი არის იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირადად გაიგოს ეს საქმე და შეიგრძნოს რა ხდება ნაყაჩაღარ შენობასთან დაკავშირებით და ათასობით ადამიანის გაუბედურებასთან დაკავშირებით, აი 11 მარტს იწყება უპრეცედენტო აქცია ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან. ეს არის უადო შიმშილობის აქცია, რომელშიც მონაწილეობენ ცეკავშირის გაღატაკებული და გადაგდებული მეპაიები და მათთან ერთად მათი ადვოკატი. და მათი ადვოკატიც, იმიტომ და ეს ალბათ ჩვენ ჩავწერეთ ინტერვიუ მეპაიების ადვოკატთან და ის აცხადებს, რომ მან ამოწურა ყველა ტიპის სამართლებრივი რესურსი და ამიტომ იძულებულია შეუერთდეს მეპაიების აქციას და დაიწყოს მათთან ერთად უბადო შიმშილობა. მე დღეს ვთქვი ასავალ-დასავალთან ინტერვიუში და გადაცემაშიც მინდა გავიმეორო და თხოვნით მივმართე ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ისევე როგორც მოხდა ეს ვაზისუბნის საძოვრებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს ეს არის ძალიან მძიმე და ცხელი წერტილი. იმიტომ რომ ქვეყნის იმიჯისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან უსიამოვნო ფაქტი რბილად რო ვთქვათ, როცა ადვოკატი აცხადებს, რომ მან ვერ იპოვა სამართალი ამ ქვეყანაში, მოიარა ყველა ინსტანცია, ვერ მიაღწია იმას, რომ საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფი პირებისათვის სამართლიანი გამოძიების უფლება უზრუნველყო და ის იწყებს შიმშილობას. ეს იქნება დამანგრეველი, მე ვფიქრობ, ამ ხელისუფლების იმიჯისათვის და ამიტომ გამომდინარე აქედან ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს საკითხი როგორმე სამართლებრივი და მშვიდობიანი მეთოდებით იქნას გადაწყვეტილი. სხვა შემთხვევაში მე მგონია, რომ არ დამთავრდება ეს კარგი შედეგებით, იმიტომ რომ აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ საითკენ იქნება მიმართული აგრესია. აგრესია რეალურად ხელისუფლების პირველი პირების აი ესეთი გაუგონარი გულგრილობით უკვე მიმართულია და მიმართულია, იმიტომ რომ იქეთკენ რომ ბატონ ივანიშვილს ამ ადამიანებმა მიაწვდინონ ხმა და გააგებინონ ის სიმართლე, რომელიც ვერ მოახერხეს ამ 2 წლის განმავლობაში, როგორმე მიეტანათ ხელისუფლებამდე.